დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, დღევანდელი დღისათვის, რასაც რო გვაძლევს ღმერთი უშურველად, სიუხვით და ჩვენამი ერთგულებით, არასოდეს არ გვტოვებს. რა გასაჭირიც არ უნდა გქონდეს ადამიანს, ყოველთვის მასთან არის, ჩვენ ვერ ხედავთ, მაგრამ უფალი ჩვენთან არის, ყოველწამიერად. განურჩევლად იმისა, სად იმყოფება ადამიანი, ეს გასაჭირი სად წაადგება თავს, ღმერთი ყოველთვის ჩვენთან არის და საოცარია მისი მოწყალება და კაცმოყვარება, მოთმინება, რაც თავარია. მის მოთმინებას ვერაფერი ვერ მოერევა. ვერანაირი ბოროტება, გადაცნობა საღვთო სჯულისაგან, ცნებისაგან, რომელიც დაგვიტოვა ჩვენ და დაგვიდო. აი ახლა ლოცვებშიც წირვის მსახურების დროს, ესე იგი ჩვენს და ზრუნვისათვის ყველაფერი მოგცა. წინას არ მეტყვევნი, მოციქულნი, ღირსნი მამანი, წმინდანთა დასიკრებული, ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელი. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ღვთის სიტყვას მისდევდეთ და რო არ გადავხსდეთ. აი ყველაფერი ამის მიუხედავად ადამიანები მაინც არ ვარღვევთ ამ საღვთო მცნებას, გადმოცემას და ჩვენინებიდან, ჩვენ და უნებურად მოტყუებით ვიქცევით შემწოდეთა გულის გამახარებლები, ანუ ეშმაკის. და ვცილდებით მამისეულ წიაღს იმ ადგილს, საიდანაც ჩვენ მივიღეთ ცნობა ბოროტისა და კეთილისა. მამები ამბობენ, ხო უნდათ ადამ და ევას რო გაეგოთ რა იყო სიკეთე აბსოლუტური. ოღონდ დროზე ადრე მოინდომეს თავმოწონებით. დაკარგეს სიკეთე და მიხვდნენ რა იყო სიკეთე. უნდათ გაეგოთ რა იყო ბოროტება. შეიძინეს ბოროტება და მიხვდნენ რა არის ბოროტება. და ამ ბოროტებით, ცოდვით დაცემით შემოვიდა ამ ხილულ წუთისოფელში სიკვდილი. რატო? იმიტომ რომ ცოდვისა ბოლო სიკვდილია და თან ძალიან მძიმე და შესაძლებელი. დღეს ხსენება არის გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსის ადამიანი, რომელიც წმინდანი, რომელიც თავის მღვდელმთავრობის მიუხედავად იყო მონაზონი და გულითადი ლოცვის მასწავლებელი. ეს გულითადი ლოცვა რა არის? გამუდმებით ყოველწამიერად გონება იყოს უფალზე მიმაგრებული. ყოველთვის გრძნობდეს და განიცდიდეს გული და გონება უფალთან სიახლოვეს ან მისგან დაცილებას. რა არის ეს გულითადი ლოცვა? მხოლოდ რაღაცა, ასე თქვათ, ცუდი სიტყვა, მოდა, რომ გულითადად ლოცულობდეთ, არა. ეს არის ჩვენი სუნთქვა, შეიძლება ესე ითქვას. როდესაც ყოველთვის განიცდი ღმერთს, ქრისტეს. და ეს სუნთქვა ალბათ გავს ბავშვების მდგომარეობას, რომელთა გული, გონება გულწრფელია და სუფთა და ყოველთვის მშობელს განიცდის. როცა თქვა მშობელი ახლოს არ არის, ეძებს მას. თუ მეტყველება არ შეუძლია თავისი ქცევით, მოკლე ფრაზებით, სიტყვებით, შეიძლება დამახინჯებულითაც, მაგრამ ყოველთვის მშობელს ეძიებს. და მშობლის სიტყვა მისთვის არის, რო იტყვიან, კანონი და მაგალითი. ისე უნდა ვიყოთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენი მშობელი უბერებელია. აკი მოციქული ამბობს კიდეც. და კვალად შენ დასაბამსა უფალო, ქვეყანაი დააფუძნე და ქნული ხელთა შენთანი ცანი არიან. ეს არის ჩვენი მშობელი. იგინი წარხდნენ, ხოლო შენ ეგო უკუნისამდე. და ყოველი ვითარცა სამოსელი დაზველდეს, უფალი არ ძველდება. დავითარცა შესამოსელი სვალნე ეგინი. დაიცვალნენ. ხოლო შენ თავად იგივე ხარ,
და წელიწადთა შენთა არა მოაკლდეს. უბერებელია, დაუსაბამოა, არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული აქვს. და უფალი გუშინ და დღეს და მომავალშიც იგივე არის თავადი, რომელიც ამ ხილულ და უხილავ სამყაროს ქმნიდა. ესეთი მშობლის მიმართ ჩვენ უნდა ყოველთვის განვიცდიდეთ ჩვენს თავს. არა ფიზიკურად მხოლოდ ხორციელად, არამედ ყველაზე მთავარი შინაგანით. იმიტომ რომ ეს შინაგანი განცდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე ზრდასრული ადამიანისათვის. ბავშვებზე ვთქვით, მოკლე სიტყვებით, თუნდაც დამახინჯებით, დრო და დრო სასაცილოც რომ არის, ქცევით, იგი მშობელს ეძებს. და ჩვენი გული და გონება ყოველთვის მშობელს უნდა განიცდიდეს და მის წინაშე უნდა იდგეს, რომ მისგან დანატოვარი მცნება იყოს ყოველთვის ჩვენთვის არათუ ვალდებულება, არამედ სასურველი, შესასრულებელი დავალება. უფალთან გულითადი ლოცვით საუბარი ეს არის ჩვენი სუნთქვა. სუნთქვა, რომელიც ყველაფერს გვასწავლის. ისევე როგორც ადამიანები ვსუნთქავთ და გარემოს აღვიქვავთ. ურთიერთობა გვაქვს. შეგვიძლია შევაფასოთ, სად შევცდით, სად ვერ მოვიქეცით მართებულად, სად მართლად გადავდგი ნაბიჯი და ამიტომ მიხარია. ესე იგი ეს სუნთქვა ჩვენი უფალი არის, საკი წინაპრებიც ამბობენ და წმინდა მამებიც. ყველგან და ყველაფერში ქრისტე უნდა იყოს. და მაშინ ჩვენ ბოროტი რა გინდა არ მოვიდეს უამრავი თავისი მხედრობით. ათასი ფიქრით დაგვასხას და დაგვახვიოს თავს, მაინც შევამჩნევთ, რომ ის არის ბოროტისაგან. და რომ ეს ბოროტი ჩვენი ნებით შეიძლება იყოს ჩვენზე უფრო ძლიერი. ოღონდ ეს ნება არის ან სამწუხაროდ გაცნობიერებული და საგანგებოდ ამას აკეთებს, შეცდომას ჩასდის, ან გაუცნობიერებელი არის ის და ისე ხდება ბოროტი ძალის გავლენის ქვეშ. და ეს გულითადი ლოცვა, მამებიც ამიტომ ამბობენ. იგივე გრიგოლ თესალონიკელი პალამა, როდესაც ლაპარაკობს თავის მონასტრის წევრებთან თუ სხვებთან ამ ლოცვის ძალაზე, ამბობს, რომ ყოველთვის უნდა ვიმეორებდეთ ლოცვას, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. მიზეზთა გამო თუ ესე სრულად ვერ ვახერხებთ ამის ქვას, მოკლე ლოცვითაც კი, როგორც ბავშვებს მოკლე ფრაზებით შეუძლიათ მშობელთან ურთიერთობა და მას მშობელს ესმის თავისი შვილის სათქმელი ლაპარაკი, ისე უფალს. უფალო შემიწყალენ, ესეც კი მისთვის საკმარისი და გასაგები იქნება. მაგრამ სრულ ლოცვას ითხოვს, იმიტომ რომ გონება უწყვეტად ჩართული უნდა იყოს ამ ლოცვაში. ერთ უდაბნოში მოწაფე და მასწავლებელი მონაზვნები ცხოვრობდნენ. ერთხელაც ერთად წავიდნენ ქალაქში, კონსტანტინოპოლში რაღაცა უნდა თავისი ხელსაქმე გაეყიდათ და იქიდან მცირედი რაც რომ ექნებოდათ მონასტერში უდაბნოში წაეღოთ აუცილებელი საჭიროების შესაძენად. მოკლედ ჩავიდნენ ქალაქში და მოუწიათ დიდ ტაძარში შესვლა და იქ ნახეს გამშვენებული გალობა, საგალობლებით, სახურება, სასულიერო პირთა სიმრავლე. მოკლედ მოდიან ახლა უკან და მოწაფე დაფიქრებულია და ეკითხება მოძღვარი, რა მოხდა, რა მიმოქმედა შენზე, როგორიო კარგი სახურება იყო და როგორიო კარგად ვიგრძენიო იქ სახურებისა ძალაო. და იქნებო გამიშაო და ისო ძალიან მომეწონა და იქ ვიქნები. მოძღვარი მიხვდა, გამოცილი მოძღვარი იყო, ვერ მონაზონი და მოკლედ მიხვდა თუ რაც სჭირდა მის მოწაფეს და უთხრა, კიო, წადიო. გაუშვა, აკურთხა, რომ ჩასულიყო იმ ქალაქში და იქ მსახურებებს დასრებოდა. გავიდა ცოტა ხანი და დაბრუნდა ეს მოწაფე და ეუბნება.
მასალებელი მოძღვარი რატო დაბრუნდია? ესე იგი მივხვდიო ჩვენ რო აქ ლოცულობდით როგორი ძლიერი ლოცვა ყოფილა. როგორ მივხვდიო? ერთიო ესეთი სადღესასწაულო მსახურების დროს მიწა შეიძრაო. და ვინც კი ტაძარში იდგა სასულიერო პირი, თქვათ მღვდელმთავარი, ერის ადამიანები, ყველა მერდბაშად იმ გამშვენებულ ლოცვას თავი დაანება, მუხზე დაეცნენ და თქვენს უფალო შეგვიწყალეთ. მაშინ მივხვდიო რომ თურმე როგორი ძლიერი ლოცვა ყოფილა უდაბნოში მოძღვარო, რასაც მასწავლიდია. ისეა ჩვენი მდგომარეობაც. თუ კი შევძლებთ რომ გონება ღმერთთან ვამყოფოთ, ჩვენი მოძღვარი ყოველთვის ჩვენ სათხოვარს შეისმენს. და ეს როგორ შეიძლება რომ ვამყოფოთ? თავს თუ არ მოვიწონებთ, თავს თუ არ ავიმაღლებთ, ვიღაცაზე უკეთესი არ გვეგონება ჩვენი თავი და ცოდნა, თუ კი რაიმე მიგვიღია. მამები ამბობენ, როგორ და გონებით ჯოჯოხეთში იყავი და სიმშვიდე არ დაკარგო. რას გულისხმობს? საკუთარი თავი განიცადო, საკუთარი თავი შეიცნო და როცა რომ შენთან დაინახა ყველაზე უფრო საზარელ, საშინელ ცოდვას, მაშინ აღარ გექნება სურვილი სხვაზე აღმატებულად და თამოწონებით იფიქრო. მაშინ, როგორც ფსალმუნი ამბობს, ლოცვა დაბლისა და თავდაბლისა ადამიანისა შეისმინოს და შეიწყნაროს უფალმა, რადგან ამ პარტავანის ძულს უფალს და მის ლოცვის სიტყვას არ ისმენს. გსურს რომ უფალთან ვიყოთ, უფალთან რომელმაც აქ წავიკითხეთ 60 ქულოში. ყოველივე შექმნა თავისი ნებით, ერთი სიტყვით. ყოველივე მოგცა ჩვენ. ბუნება დაძველდება, გახუმდება. აპოკალიფსში ნათქვამი არის, ცა როგორც ეტრატი გრაგნილი წარიგრაგნება. მაგრამ უფლის სიტყვა არ გადაევლეს. უფალს არც აკლდება წლები და არც ემატება. იგი როგორც გუშინ დღეს და მომავალში იქნება უცვლელი, ისე იქნება ყოველთვის. და თუ კი ამ უცვალებელ სიკეთესთან გსურს ყოფნა, მაშინ ჩვენი ერთი მთავარი ვალია. ღვთის ცნებას უერთგულოთ და ჩვენი თავი გვახსოვდეს. როგორები ვართ და რას გთხოვს უფალი. იყავით მოყვარენი ღვთისა და იყავით მოყვარენი მოყვასისა. ამ ორ ცნებაზე არის დაფუძნებული ყოველი რჯული. და ამბობენ მამები, ვინც ეს ცნება შეასრულა, მან რჯული აღასრულა. ამინ იყოს ნება ღვთისა. ჩვენი ღვთისადმი სიყვარულითა და მოყვასისადმი ერთგულებითა და სიყვარულით ღმერთმა მოგცეს ძალა რჯულიერი ცხოვრებისა და ამ ხილულ წუთისოფლში დაწყებული სულის ცხონების საქმის გვირგვინად ერთად სასუფეველში უფალთან ყოფნა. აზ და უკუნისამდე. ჩვენთან არის ღმერთი. ამინ.